მოგესალმებით. ამჟამად უნდა ვისაუბრო იმ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება იმას, თუ რატომ ცხოვრობენ მატერიალურ კეთილდღეობაში და მაღალ თანამდებობებსაც ირგებენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც მოკლებულნი არიან სინდისიერებასა და პატიოსნებას. ხოლო სინდისისა და პატიოსნების მქონე ადამიანები კი ჩაგვრასა და მატერიალურ სიდუხჭირეში ატარებენ თავიანთ ცხოვრებას. როცა სახელზე ასეთი რეალობაა, ცხადია ხალხში ეს დიდ გაურკვევლობას იწვევს, რასაც სათავისოდ იყენებს რელიგია და მათ ასე მოძღვრავს, რომ ღმერთი კეთილ ადამიანს ცდის და იმიტომ უვლენს ავადმყოფობასა და სიდუხჭირესო. ამასთანავე სამოთხეში მოხვედრითაც ანუგეშებენ. ეს არის მათი ერთი მორიგი ტყუილი იმ მრავალთაგან, რომლითაც წამლავენ საზოგადოებას და მათი რწმენა გადახავთ ჭეშმარიტების გზიდან. რითაც ბედისწერისაგან ამსახურებიებენ ღვთის რისხვის განაჩენის მომკას. სინამდვილე კი აი რა არის. როგორც წინა საუბრებში მოგახსენეთ, ადამიანის თვისებები ყალიბდება იმ საფუძველზე, რასაც სიმართლე და სიცრუე ჰქვია. მართალ ადამიანს კეთილი ძალისმიერი თვისებები უყალიბდება, ცრუს კი ბოროტი ძალისმიერი. ძალა კი ან კეთილი არის და ან ბოროტი, და მათ შორის საშუალო არ არსებობს. ამიტომაც ადამიანი ან კეთილი ბუნების უნდა იყოს და ან და ბოროტის. თუმცა იმის გარჩევა თუ ვინ როგორი ბუნების მქონეა, ძალიან ძნელია, რადგან ბოროტეულთ აქვთ უნარი მრავალშრიანი კეთილობის ნიღბების მორგებისა. ამიტომაც ადამიანებს უჭირთ მათი გამოცნობა და ადვილად ექცევიან ბოროტთა მიერ დაგებულ მახეებში. სწორედ ასეთ გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად ცხადდება ის ცოდნა, რომელსაც გაწვდით და გეტყვით იმასაც, რომ ამ ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე ვერავინ დაიხსნის თავს. მოგეხსენებათ, რომ უდიდესი გონის მქონე კეთილი ღმერთი სამყაროს ისე არ განაწესებდა, რომ კეთილისათვის ტანჯული ცხოვრება ერგუნებინა და ბოროტისათვის კი კეთილდღეობა. მაგრამ რადგან სახელზე ასეთი რეალობაა, ეს იმას მოწმობს, რომ ადამიანები ვერ გაერკვნენ იმაში, თუ როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ცხოვრებისეული მოღვაწეობა ისე, რომ სპეციალურად მათთვის ღმერთის მიერ დაწესებული კანონიდან ითხოვეთ და მოგეცემათ, ისწავლონ ის, თუ რა იგულისხმება მასში. რადგან ამ კანონის აღსრულების გარეშე ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია ამ სამყაროში, ვინაიდან ის არის ქმნილება და თუ კი არ დაიცავს იმ ინსტრუქციას, რომელიც მას შემქმნელმა დაუწესა საარსებოდ, ამით დაზარალდება მხოლოდ. როგორც ხედავთ, ეს მართლაც ასე ხდება. თუმცა გარეგნულად ისე ჩანს, რომ ვინც უფრო მეტად დამრღვევია ღმერთის მიერ დადგენილი მცნებებისა, ისინი უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე მცირედად დამრღვევნი. აი გასარკვევი სწორედ ეს არის. რატომ ხდება ასე? და ცხადია, რომ რეალობა მართლაც ასეთია. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას აქვს თავისი ჭეშმარიტი ახსნა და გთხოვთ ყურადღებას მის გასაგებად. როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, როცა ბავშვი იბადება, მან ზეციდან ეძლება სულიწმიდით ნათელცემული, ანუ მადლის მომცველი სული, რომლის შესაძლებლობაც მიღწეული იქნა იესო ქრისტეს სისხლის მსხვერპლად შეწირვის შედეგად. რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებით ყოველი ბავშვი არის უცოდველი, ანუ ნათელღებული სულით, რომლის ნათლიაც ქრისტეა. ამასთანავე მას აქვს დედის სულის უშუალო მონაწილეობით ნაშენების სხეული და მამის და დედის გენების მიერ გადაცემული ინდივიდუალური გენეტიკური კოდი, რომელიც გამოსახავს ცოდვებისა და მადლის მემკვიდრეობას. ახალი აღთქმის კანონმდებლობის მიხედვით, პიროვნებას შეუძლია თავისი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ფარგლების გაზრდა, როგორც მადლის მხრივ, ისე ცოდვების მხრივაც, რასაც ბავშვობის პერიოდში მას წარუმართავს აღმზრდელი პიროვნებები, ხოლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ კი წარმართავს თავად. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი პიროვნების ცხოვრება წარიმართება ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დაცვის გზით, მაშინ მას არანაირი ზიანი არ მიადგება და იცხოვრებს მშვიდად და კეთილდღეობაში. მაგრამ თუ კი მისი ცხოვრება წარიმართება ცოდვების ჩადენის გზით,
მაშინ გენეტიკური ინდივიდუალური კოდის შესაბამისობიდან გამომდინარე, ან სიცოცხლე შეუწყდება და ან და მიაღწევს ცოდვების ჩადენის კატეგორიის სამეულის 666 რიცხვის შესრულებას და დაესმება მხეცის ნიშანი. რას ნიშნავს იგი? მოგახსენებთ მის შესახებ. ცოდვების ჩადენის კატეგორია სამ სახეობას მოიცავს: ინდივიდუალურს, საზოგადოებრივსა და ღმერთის რწმენის მიერს. აქედან თუ კი მიღწეული იქნება პირადულ დარღვევართა 600 რაოდენობას, დამატებული საზოგადოებრივი ხასიათის 60 რაოდენობა და ღმერთის რწმენის ჭეშმარიტების საწინააღმდეგო 6 რაოდენობა, მაშინ ასეთი პიროვნება, რა თქმა უნდა სათანადო ინდივიდუალური გენეტიკური კოდის საფუძველით, გახდება 666 ნიშნის მფლობელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მის სულს ებლოკება კოსმოსთან საკონტაქტო გზა და მის სიცოცხლის უნარიანობას კი უზრუნველყოფს იმ კეთილი ძალის მქონე პიროვნების სასიცოცხლო ენერგია, რომლის ცდუნებასაც ის მოახერხებს და ცოდვებს ჩაადენილებს. სასიცოცხლო ენერგიას კი მარტო ჯანმრთელობის მხრივად ნუ წარმოიდგენთ, რადგან მასში შედის ყოველივე ის, რაც ადამიანს სჭირდება ამ ქვეყნად საარსებოდ, როგორიცაა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და მატერიალური კეთილდღეობა. აი ამიტომაც სჭირდებათ ასეთ პიროვნებებს ფარისევლური თვისებებით აღჭურვა და კეთილობის ნიღბების მორგება, ვინაიდან სულის მიერ ენერგიას ვერავინ მიიღებს იმის გარეშე, თუ ის გამცემმა თავისი ნებით არ გასცა, რასაც ის აკეთებს ორი გზით: ან ცდუნდება და იჯერებს ენერგიის წამრთმევის სიტყვას და ენდობა მას, და ან და უყვარს ასეთი პიროვნება და სიყვარულის ნიადაგზე არის მისი ენერგოდონორი. ცხადია, ფაქტებს ვერ გავექცევით და სამწუხაროდ რეალობა კი ის არის, რომ ამჟამად ძალზედ მომრავლებულია ის კატეგორია, რომელთაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ენერგოდონორები. მათი რაოდენობის სიჭარბე კი ახდენს მაღალი მასშტაბის მომცველობით გააქტიურებას კანონისა. არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის. რაც მათ საიმისოდ სჭირდებათ, რომ ენერგოდონორების მღელვარების დონე ასწიონ. რადგან მრისხანე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უფრო უშვებს შეცდომებს და ამით კი ისინი ხეირობენ, ვინც მათი ცოდვების წილით საზრდოობს. ხოლო უკვე რომ ისეთი სიტუაცია, რომ მსოფლიო მასშტაბის მომცველობისაა ხალხთა მღელვარების დონის მატება ყოველდღიურად, ამის მომსწრე და მიმხედრიც ალბათ ყველაა. და ისიც ცხადია, რომ ყოველივე ეს კარგად არ დასრულდება, თუ კი ჭეშმარიტი ცოდნის გამოყენებით არ იქნება მიღებული სათანადო ზომები. ამ ცოდნას კი სხვაგან ვერსად ნახავთ, გარდა იმისა, რასაც აქ მოისმენთ. მაშასადამე გაცნობებთ იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს თავის დაღწევა იმ მახიდან, რომელშიაც ამჟამად იმყოფება ყველა ის, ვინც კეთილი ბუნების მქონე პიროვნებაა. მოგახსენებთ იმას, რომ მოძალადეებთან დიალოგით ვერაფერს გახდებით, იმიტომ რომ მათი აზროვნება გაუღმართებულად ფუნქციონირებს. ასევე ვერც ფიზიკური ძალისხმევით მოერევით, ვინაიდან ისინი მოძალადე ბუნებისა არიან და ძალმომრეობა მათთვის ჩვეული საქმეა, თქვენთვის კი არა. ვერც აზროვნებით მოიფიქრებთ ისეთ რამეს, რომ მათ აჯობოთ, რადგან ისინი ეშმაკური ხრიკებისა და ზრახვების დიდოსტატები არიან. ყოველთვის ჩაგეშლიან ჩანაფიქრის განახორციელებას, რადგან მათი აზრების განმგებელი ეშმაკია. მაშინ გამოსავალი რა არის? ან არის კი? რა თქმა უნდა არის და ის ჭეშმარიტ ცოდნაშია, რომელიც მდგომარეობს კანონის გააქტიურებაში, რომელიც გეუბნებათ, რომ სიკეთის კეთებით დაამსხვრევთ ბოროტეულთა მიერ მიმართულ ისრებს, რასაც ასევე არასწორად უშიფრავს რელიგია ადამიანებს. სინამდვილე კი ასეთია ამ კანონის შესახებ. სიკეთის კეთება ღმერთის მიერი შეფასებით ნიშნავს მის მიერ დადგენილ კანონთა დაცვას და რა იმას, რომ ვინც ბოროტად მოგექცა, სამაგიერო თქვენ სიკეთით უნდა გადაუხადო. არა, ასეთ რამეს ღმერთი არ ამბობს, არამედ პირიქით გეუბნებათ, რომ ნურც მოიკითხავთ ბოროტეულს და ნურს ნურაფერს მისცემთ მათ, რომ თქვენით არ გაძლიერდნენ და მერე არ გძლიოთო. ხოლო როცა რამეს დაგიშავებენ, მათ იგივეთი არ უნდა უპასუხოთ. მცირედად განრისხდით, მაგრამ გასაქანი არ მისცეთ რისხვას და ცოდვა არ ჩაიდინოთ. არამედ ღმერთს მიადით მათი დასჯა. ხოლო ღმერთზე მინდობა კი იმას ნიშნავს,
რომ მოიძიოთ თქვენი შეცდომა, რის გამოც მათ მიეცათ უფლება იმისა, რომ თქვენთვის ზიანი მოეყენებინა და მოინანიეთ. რაც თავის მხრივ არის ახსნა ამ კანონისა. თუ ერთ ლოყაში სიდა გაგაცნეს, მეორე მიუშვიეთ გასარტყველად. ახლა კი გთხოვთ ყურადღების დაძაბვას და ისე მოსმენას იმისას, რასაც გეტყვით. მართალია, ჩვენ ფიზიკურად ერთ გარემოში ვიმყოფებით, მაგრამ საპირისპირო ძალების მქონე პიროვნებებს ერთმანეთისაგან ყოფს სამყარული განზიდულობის ძალა, ხოლო ერთნაირ ძალიანებს კი აერთიანებს მიზიდულობის ძალა. კეთილი ძალა იმიტომ არის შედარებული სინათლეს და ბოროტი ბნელს, რომ სიკეთე იმდენად ძლიერია ბოროტებაზე, როგორადაც სინათლე სიბნელეზე. ხოლო ის კი საყოველთაოდ ცნობილი რამაა, რომ სინათლე ანათებს სიბნელეს და სიბნელე ვერ უმკლავდება სინათლის ნათებას. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი თავის პიროვნულობაში არ ჩააქრობს კეთილი თვისებების ნათებას და სიმართლის გზით ივლის, ბოროტი ვერასოდეს მიუახლოვდება მას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ბოროტი თავისი სურვილით კეთილს ვერ მიუახლოვდება და ვერც ვერაფერს დაუშავებს. თუკი ამას თავად კეთილი არ დაიმსახურებს იმით, რომ სიმართლის გზიდან გადაუხვევს. ხოლო სიმართლის გზაზე კი მაშინ ივლის მყარად, როცა ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებს დაიცავს. აი ახლა რაც გაცნობეთ, სწორედ ეს არის ღმერთის მიერი დაცვა. და თუკი მის მოპოვებას მიაღწევთ, ვერავინ და ვერაფერი ვერ მოგაყენებთ ზიანს. აგრეთვე ვიმედოვნებ, რომ რაც ახლა განმაცხადე, მისი რწმუნება არავის გაუჭირდება. რადგან მისი ნამდვილობა იმდენად აშკარაა, რომ ვინც კი გაიაზრებს მას, უმალ მიხვდება მის სისწორეს. მაგრამ ამასთანავე არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ, რაც გასათვალისწინებელია და კერძოდ ის, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა გარკვევა და თავის დაღწევა იმ სიცრუებისაგან, რასაც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობებს სწორად წარმოუდგენდნენ და სინამდვილეში კი არასწორობა იყო. აი ამ საკითხზე უნდა ვისაუბრო ახლა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანს, რისიც სწამს, მასზე აღრდნობს თავის გადაწყვეტილებებს. ხოლო სწამს იმისი, რისიც სჯერა, ხოლო ამ სჯერას კი განუსაზღვრავს კანონთა დაცვა არ დაცვის დონე, რომელსაც პიროვნება მემკვიდრეობით იღებს ინდივიდუალური გენეტიკური კოდის სახით და შემდეგ იქედან აგრძელებს ორივე მხარის გააქტიურებას, იმის და შესაბამისად, რომელიც ძალაც სჭარბობს მასში. რადგან სწორედ ამ ძალის მიერ ხდება მისი გადაადგილება შესაფერის გარემოში. ვინაიდან გარემო ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებისეულ მოღვაწეობაში. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, რასაც ამჟამინდელი ეპოქა და მასთან შესაბამებული გარემონი წარმოადგენს, რომელ გარემოთაც ქვეყნები ჰქვია. ყველამ კარგად იცის, რაც ხდება მსოფლიოში იმ მხრივ, რათა მსოფლიო მოსახლეობის მღელვარების დონის აწევა ხორციელდებოდეს. რადგან გარდა იმისა, რომ უშუალოდ თავად ადამიანთა მონაწილეობით არის გამოწვეული უბედურებანი, მასთან ახლავს კლიმატური კატაკლიზმებით გამოწვეულიც. საერთო ჯამში კი ამ ყველაფერს არმაგედონი ჰქვია და მასზე უკვე მოგახსენეთ კიდეც. ახლა მხოლოდ იმაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რასაც მისი მიმდინარეობის ის სახეობა წარმოადგენს, რომელიც მთავრობათა გადადგომისათვის ბრძოლას ეხება. თუმცა ეს არაფერს ცვლის იმიტომ, რომ ახალი მთავრობა წინანდელზე უარესი მოდის და ამისი იქნება მანამ, სანამ ხალხი იმ ფესვს არ ამოძირკვავს, რომელზეც ის პიროვნებები დგანან, რომელიც მათი რჩეულები ხდებიან. უფრო მკაფიოდ რომ გამოხატო ჩემი სათქმელი, მას ასე წარმოვადგენ. ქვეყნის მთავრობა ის სარეველა ხეა, რომელთა ფესვსაც რელიგია წარმოადგენს. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა ხე, თუ ფესვს არ მოუძირკვა, ის მაინც წამოზრდის ახალხეს. ხალხი კი რას აკეთებს? ეს კი სჭრიან, მაგრამ ფესვს წყალს უსხამენ. შედეგად ღებულობენ უფრო მრავალშრიანი კეთილობის ნიღბის მქონე მთავრობას, რომელიც ისეთ შენიღბულ კანონებს იღებს, რომ მისი დაცვით მცხოვრები ხალხი უფრო და უფრო მეტად იმკიან ღვთის რისხვას. ხოლო ყოველივეს აქვს თავისი დასასრული და ცხადია ამ სიტუაციასაც. და აი სწორედ ამ დასასრულის პერიოდში იმყოფება დღეს მსოფლიო მოსახლეობა. და როგორც დადგენილია კიდეც, სათავეს იმ ქვეყნიდან იღებს, სადაც ღმერთის ენაზე მეტყველი ხალხი ცხოვრობს. აი რატომაც ხდება დაფარული ჭეშმარიტების მხილება ამ ენით. რამე თუ ეს დიდი უპირატესობაა.
ვინაიდან ამინით მეტყველ ხალხს შესაძლებლობას აძლევს ღმერთი, რომ სინამდვილე გაიგონ და იმ ცოდნასაც უცხადებს, რომლითაც შეუძლიათ ნამდვილი თავისუფლება მოიპოვონ. ვინაიდან ადამიანური ფენომენი იმ საფუძველზე დგას, რასაც რწმენა ჰქვია და ადამიანიც მისით დგამს ცხოვრებისეულ ნაბიჯებს. მხოლოდ რწმენა ჭეშმარიტებას არის აცდენილი, სანამ მის გასწორებას არ ექნება ადგილი, ისე ვერასოდეს მიიღწევა ის შედეგი, რომ ბედისწერა ღვთის წყალობის მომკაზე იქნას გადართული. მეც აღარ გავაგრძელებ ზოგადად საუბარს და პირდაპირ დაკონკრეტებულად ვიტყვის ადგილს. რადგან დღეს ის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, პირდაპირ უსქულისპირასაა მისული და მისმა ხალხმა კი ამის შესახებ არა იცის რა. უფრო მეტიც, მღერიან, ცეკვავენ და აღფრთოვანებით საუბრობენ იმაზე, რომ გამარჯვებულები არიან. ძალიან მწუხვარ, მაგრამ სიმართლეს ვერ დავფარავ, რადგან ამით მხოლოდ დიდი უბედურების ჩადენას შეეწყობა ხელი. ამიტომ გაცნობებთ იმას, რაც სინამდვილეა და რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. გაიხსენეთ ბიბლიური კანონის სიტყვის შესახებ, რაც იმას ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმერთთან, როცა ის ყველაფერს ქმნიდაო. ცხადია, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და მასზე მოგახსენეთ კიდეც, მაგრამ ახლა გამოვყობ ერთ მათგანს და ეს არის ის, რომ ღმერთის საზომს ერების განმასხვავებელ ნიშნად დადგენილი აქვს სამეტყველო ენა და სხვა მეტი არაფერი. ხოლო თავის რჩეულობის გამოსაცნობად კი კეთილი თვისებების მქონეობა და ის სამეტყველო ენა, რომლითაც მოხდება დაფარული ჭეშმარიტების მხილება. როგორც პრაქტიკამ დაადასტურა, ეს ენა ქართული ენა ყოფილა და მაშასადამე ბიბლიის მიერ აღწერილი ის ისტორია, რაც ნოეს და მის გადარჩენილ გენს ეხება, ქართულ ენაზე მეტყველ ერზე ყოფილა მინიშნებული. თუმცა არა ყველა მათგანზე, ვინც ქართულს უწოდებს თავს. ვინაიდან სატანამ მოახერხა სისხლის აღრევა და მათში თავისი ძალოვანი გამოზარდა. სამწუხაროდ თავიანთ მეთაურიანად. დანარჩენი კი თავად უნდა გააკეთოთ ქართველებო. თუ ბოროტების ფესვს არ ამოძირკვევთ, ისე უკვე დასასრულთან დგახართ. ვერანაირი სხვა ქვეყანა ვერ გიშველით, რადგან პირიქით, მათ თქვენ უნდა უშველოთ. ვინაიდან მათთვის ხელმისაწვდომი ვერ არის ჭეშმარიტი ცოდნა ენის ბარიერის გამო. ახლა კი ნახვამდის. ამეთო საჭირო სათქმელი უკვე გითხარით და ამასთანავე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისაც, რომ თქვენში ნამდვილად უნდა იარსებოს იმ კატეგორიამ, რომლის შესახებაც ბიბლია ამბობს, რომ ყოველ დროში არსებობს მადლით ამორჩეული ნატა.